უკვე რამდენიმე კვირაა საქართველოს ეკონომიკის მომავალზე მსჯელობა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური თემა გახდა. 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელსაც Eagle Hills-ი გეგმავს, ერთდროულად იქცა როგორც მთავრობის ეკონომიკური დღის წესრიგის საკვანძო მიმართულებად, ისე ოპოზიციის დაუსაბუთებელ და წარმოსახვით შიშებზე აგებული თავდასხმების სამიზნედ. პროექტის მასშტაბი ისე დიდია, რომ მის წინააღმდეგ გამოსვლაში ერთიანდებიან ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები. ლელო და ალტინფო, ირმა ინაშვილი და ნაცმოძრაობა. ერთი შეხედვით განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკური ძალები. თუმცა როგორც კი ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებები ჩნდება, ისინი ისევ ერთ ფრონტად იყრიან თავს. გამონაკლისად არც ეს ინვესტიცია ექცა. ყველა ერთად ახმაურდა. ხაზარაძის თანამშრომელს გონია, რომ პროექტით მეჩეთები აშენდება. მაგალითად, მე სასულიერო პირის შემხვდა ერთ-ერთი, რომელმაც მითხრა, რომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, მაგალითად მეჩეთების მშენებლობა იგეგმება ორივე ლოკაციაზე და იმიტომ არის გასაიდუმლოებული ეს ხელშეკრულება. ალტინფო ამტკიცებს, რომ ინვესტიციის დაწყებისთანავე ქვეყანას მილიონი არაბი მოაწყდება. დეველოპერული ინვესტიცია, ანუ სამშენებლო ინვესტიცია, საკუთარ თავში მოიაზრებს უცხოელების აქ ჩამოსახლებას. ნაციონალურ მოძრაობას ყველგან რუსული საფრთხე ელანდება. რუსები ევროპაში ვეღარ ყიდულობენ ვერაფერს და შესაბამისად აქ მათთვის არის იდეალური ახლა ეს ინვესტიცია. სხვათა შორის რუსები არ ეკლამებენ უკვე ამ პროექტს. TikTok-ზე ჰქონდა ერთ-ერთ გადაცემაში, კიდეც ეს არეკლამებს. უფრო მეტიც, ირმა ინაშვილიც კი გააცოცხლეს პოლიტიკურად 6.6 მილიარდიანი ინვესტიციის სალანწყავად. ჩვენ ვხედავთ აგერ არაბული ჭყალებში ვითომ ინვესტიცია და სინამდვილეში სახელმწიფო უნდა ჩაგვიდგან საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ორი ქალაქის სახით. არგუმენტები არ აქვთ, კრიტიკის საბაბი აბსურდია. ხშირად კომიკურადაც კი გამოიყურებიან. თუმცა როგორც ჩანს, მთავარია ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებას ზიანი მიაყენონ. ეს არის მათი მიზანი, ნარატივები, რომლებიც ერთი ხელიდან იმართება. ემოციებით თამაში, თავდასხმები. შიში ეს არის მოდელი, რომელსაც აგენტები მიყვებიან. რასაც პატრონი უკარნახებს, იმას ამბობენ. ჩნდება ეჭვიც, კონკრეტული ძალები კომპრომატების შიშის ქვეშ მოქმედებენ. მაგალითად, ის ძალები, რომლებიც ისტორიულ ინვესტიციას დღეს ალტინფოსთან ერთად უტევენ, თავის დროზე ალტინფოს წევრ ზურა მახარაძეს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდნენ. რის გამოც მან დროებით საჯარო სივრციდან გარკვეული დისტანცია აიღო. ჩამწერეს თუ კადრები მოიპოვეს, რომ იმ ადამიანზე ვნერულობ, რომ იმას არ გამოუქვეყნონ, მეც რავი, ხა კონსერვატიული პარტიის ლიდერს რაღაცა მეებს უქვეყნებენ რაღაცა ინტიმურ მიმოწერას და კადრებს ეგ არ შეიძლება და ამიტომ გვერდზე ვიწეოდი, ანუ საკმაოდ მძიმე თემა იყო მოსაყოლი. თუმცა მოგვიანებით პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდა და ახლა სწორედ ლელოსთან ერთად იბრძვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის წინააღმდეგ. ლელოს შემთხვევაში ყველაფერი კიდევ უფრო ნათელია. პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის შეიქმნა. მაგალითად, ლელოს შემთხვევაში ნათლად ჩანს, როგორ იკვეთება პოლიტიკური ინტერესები. ინვესტიციის წინააღმდეგ გამოდის ადამიანი, რომელსაც წესით ბიზნეს წარსულიდან გამომდინარე ყველაზე კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მასშტაბის კაპიტალი ქვეყნისთვის. გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომ საზოგადოება მიცოდეს, რასთანაო გაქვს საქმე და ამ პროექტს ჩვენ აუცილებლად გავაჩერებთ. ზუსტად იცის, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების კომერციული საიდუმლოთი გრიფირება ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, დიდი კაპიტალდაბანდებების შემთხვევაში. მამუკა ხაზარაძემ ხომ თავად მოითხოვა ნაკლიის კონსორციუმის მიერ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების მინიჭება. თუმცა როგორც ჩანს, უპრეცედენტო ინვესტიციის ჩაგდების ინტერესი იმდენად დიდია, მზად არის კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს ის, რასაც ოდესღაც თავად მოითხოვდა. ადამიანი, რომელმაც ნაკლიისთვის 9 მილიარდიც კი ვერ მოიზიდა, დღეს 6.6 მილიარდიან პროექტს აკრიტიკებს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩემი თანაგუნდელები, რომ საქართველოში ორი ანკლავი აშენდეს, ორივე გააკეთოს არაბულმა კომპანიამ, ეს პროექტი ეწინააღმდეგება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს. პორტი უკვე 5 წლის აშენებული უნდა იყოს.
ქვეყნის შემოსავლები გაზრდილი, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ქვეყანამ დრო და ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა. ხაზარაძე რომ ქვეყნის ინტერესებით არ მოქმედებს, ეს ყველაზე კარგად ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს გამოჩნდა. ხანდაზმულმა თაღლითმა ჯერ პორტის მშენებლობა ჩააგდო. შემდეგ კი ბიუჯეტის გაძარცვა განიზრახა და სახელმწიფოსთან საერთაშორისო დავა წამოიწყო. პორტი იმიტომ ვერ ავაშენი, ხელისუფლება მიშლიდა ხელსო. კომპენსაციად კი $1.5 მილიარდი მოითხოვა. თუმცა პარიზისა და ვაშინგტონის საერთაშორისო არბიტრაჟებმა დაადგინეს, რომ ანაკლიის პორტის ჩაგდება სრულად ხაზარაძის და ჯაფარიძის პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, ხანდაზმულმა თაღლითებმა არათუ ბიუჯეტიდან ვერ მიიღეს ფული. სახელმწიფოსთვის თავად ექნათ ფული გადასახდელი. ქვეყნის ინტერესების დაზიანებაში გაწაფული ლელო და მისი ლიდერები ალტიმფოიზაციის გზას დაადგნენ. და ახლა ანაკლიის პროექტის შემდეგ 6.6 მილიარდიანი ინვესტიციის ჩაგდებას ცდილობენ. ალტინფოს ტონი და ლელოს რიტორიკა ერთმანეთს ისე ემთხვევა, რომ აშკარა ხდება, რომ ეს ერთი ცენტრიდან მართული პროცესია. ერთიანი ნარატივით და დაფინანსებით. მთავარი ინსტრუმენტები სიცრუე და დეზინფორმაციაა. მოსახლეობის გრძნობებზე თამაში და ფობიებით მანიპულირება. თბილისსა და ბათუმში ვყიდით ტერიტორიას უცხო ქვეყანაზე. მოკლედ, საქმე გვაქვს საქართველოს მიწაწლის განიავებასთან და არაბებისთვის გადაცემასთან. 7 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის შემოაქვთ უცხოელებს, არაბებს და რომლებიც დეკლარირებულად დამობენ, რომ უცხოელების ჩასახლებას აპირებენ თან არ. საქართველოს ქართველების გარეშე ეგ არის ჩემი პრობლემა. მეგა პროექტს შიშებითა და მითებით ებრძვიან. ამიტომაც ზოგჯერ საკუთარ აბსურდულობაში თავადვე იკარგებიან. ფრანგული უბანი რო იყოს და ფრანგული დასახლება და ფრანგული ანკლავი, გერმანული, ამერიკული, არც ერთი არ გვჭირდება. ეს პრაქტიკა ახალი არაა. იგივე ნარატივები გვახსოვს ნამახვან ჰესის დროსაც. დაიტბორება, დაიშლება, ქვეყანა განადგურდება. ჩემი სრული სოლიდარობა ნამახვანის მშენებლობის წინააღმდეგ მონაწილე ყველა ადამიანს, აქციის ყველა ორგანიზატორს, ტურიზმის განვითარება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის ან ნებისმიერ მეზობელი ქვეყნისთვის ენერგიის მიმწოდებლის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა. არა და ჰესი 830 მილიონი დოლარის პროექტი იყო, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ჰაერივით სჭირდებოდა. ჰეს თურქულ-ნორვეგიული კომპანია აშენებდა. ასეთივე დემონიზაცია მოჰყვა ჩინურ ინვესტიციას თბილისის ზღვის ქალაქს. ამბობდნენ ჩინელები თბილისს დაიპყრობდნენ. დემოგრაფია შეიცვლებოდა. სინამდვილეში პროექტმა ზიანი არავის მოუტანა. პირიქით ეკონომიკა გაძლიერდა. ახლა იგივე სცენარი მეორდება. მხოლოდ ჩინური შიში შეიცვალა არაბული შიშით. რეალურად ეს ხალხის სპონტანური შეშფოთება არ არის. ეს არის მკაფიოდ ორგანიზებული, გარედან შემოტანილი ნარატივი, რომელსაც აქ პოლიტიკური ძალები ხმამაღლა იმეორებენ. მიზანი კი ერთია, საქართველოს ეკონომიკურად არ გაძლიერდეს და დამოუკიდებლობა არ გაიმყაროს. რო ხედავ რომ რაღაც თემაზე აფეთქდა, ეს თემა შენ ცუდა გამოიყენო. შემდეგ ანუ რო ხედავ რომ ის ხალხი კი ვინც, ანუ რაღაცა მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ რეაგირებს იმაზე, რომ შენ დასავლეთისკენ აღარ მიდიხარ. საერთოდ არ რეაგირებს რაღაცა იქ ევროკავშირის გზავრჩეჩა. აი ამ არაბების შემოსახლებაზე რეაგირებს. ოპოზიციამ რატო არ უნდა გამოიყენოს ეს? ანუ მეგონი იღენებს კიდე. კი, ზუსტად ასე იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანა არ განვითარდეს. ზუსტად ასეთი აბსურდული განცხადებების კეთება ევალებათ აგენტის პოზიციაზე მომუშავე ქართულ ოპოზიციას. ამიტომ საჭიროა ფაქტებზე დაყრდნობით ვილაპარაკოთ. ყველა იმ დეზინფორმაციას, რომლითაც მოსახლეობაში შიშის დანერგვას ცდილობენ, სინამდვილეში არავითარი კავშირი არც ინვესტიციასთან და არც საინვესტიციო ხელშეკრულებასთან არ აქვს. ინვესტიცია არავითარ გავლენას არ იქონიებს ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. სტატისტიკა მარტივია. წლების განმავლობაში საქართველოში უცხოელებზე საშუალოდ 15,000 ბინა იყიდებოდა, ხოლო ქართველებზე დაახლოებით 75,000. იგილ ჰილსის პროექტში 16,000 ბინა უნდა გაიყიდოს, აქედან 7,000 თბილისში. ეს რაოდენობა არსებული ბაზრის მხოლოდ მცირე ნაწილია და დემოგრაფიული საფრთხე ვერანაირად ვერ შეიქმნება. უფრო მეტიც, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ იგილ ჰილსის პროექტის ფარგლებში ქართული წილი გაყიდვებში უფრო დიდი იქნება. მთლიანობაში უნდა გაიყიდოს დაახლოებით 16,000 ბინა, საიდანაც დაახლოებით 7,000 ბინა უნდა გაიყიდოს თბილისში და მეტი უნდა გაიყიდოს გონიოში. 7,000 ბინაზე როცა არის საუბარი, წარმოიდგინეთ, რომ 75,000 ბინას ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად.
ჩვენი მოქალაქეები ყოველწლიურად ამის 10%-ია წარმოიდგინეთ, ანუ როგორი თანაფარდობა. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდია, რომ ქართველები ბევრად მეც იყიდიან. შესაბამისად, გარედან ნაკლები თანხა შემოვა, მაგრამ მოლოდინი ჩვენი ეს არის, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყიდიან მეც ბევრად მეც 50%-ზე ეს არის ჩვენი მოლოდინი საბოლოო ჯამში ნახავთ რა როგორ დაალაგდება. აქედან გამომდინარე ასეც და ისეც ეს ეგრეთ წოდებული არაბიზაციის მითი და არაბული ქალაქის თან როცა საუბარია 60%-ზე, რაზეც ბატონმა ალაბარმა გაამახვილა ყურადღება, აქ იგულისხმება საერთაშორისო მყიდველები და არა მაინც და მაინც ერთი კონკრეტული ქვეყნიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მყიდველები. რას ეფუძნება ეს, რომ ამ კომპანიას აქვს კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა როგორია მაგალითად ბელგრადში. მოხდა თუ არა არაბიზაცია, სრული აბსურდია. ანუ კონკრეტული გამოცდილებას აჩვენებს იმას, რომ აბსურდია საუბარი არაბიზაციასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში არაკომერციული ობიექტების აშენება არ არის გათვალისწინებული. ერთი ასე პირობა შეგვიძლია მივცეთ საზოგადოებას, რომ როდესაც მეჩეთებზე იყო საუბარი და 1000 სულელეს ხო, რომ თითქოს კონტრაქტი ითვალისწინებს მეჩეთების და საკულტო ნაგებობების და შემდეგ ამშენებლობას, არავითარი არაკომერციული შინაარსის პუნქტი არ არის ჩადებული ამ ხელშეკრულებაში. ასევე საუბარია უპრეცედენტო ეკონომიკურ ეფექტზე. პროექტის პირდაპირი გავლენა დაახლოებით 11 მილიარდი ლარია. ირიბი შესაძლოა 20 მილიარდ ლარსაც გასცდეს. ქვეყნის ბიუჯეტი კი ყოველწლიურად საშუალოდ 700 მილიონით იზრდება. 500 მილიონი გადასახადებიდან და 200 დივიდენდებიდან, რადგან საქართველოს სახელმწიფოს 33%-იანი წილი აქვს. დასაქმების თვალსაზრისითაც სურათი ცალსახაა. 24000 დროებითი და დაახლოებით 8000 მუდმივი სამუშაო ადგილი. და ამ ყველაფრის ფონზე გაუმართლებელში ზიაგებული ნარატივები კარგად აპრობირებული. მოსახლეობის დაზაფხულზე გათვლილი კლიშეებია. მოგპარავენ, შემოგვესევიან, დაგვიპყრობენ, მაგრამ ციფრები სულ სხვა სურათს გვიჩვენებს. ეს პროექტი არაფერს გვართმევს, არამედ გვაძლევს იმას, რაც ეკონომიკურ წინსვლას, დასაქმებას და ქვეყნის გაძლიერებას სჭირდება.